ახალციხის მეხუთე საბავშვო ბაღი მოხერხნელების მიერ დაბინძურებული პურით მოამარაგეს. ბაღის მენეჯერმა ნინო ბაღდოშვილმა განაცხადა, რომ საღამზრდელო დაწესებულება საკვებად უარგისი პურით მარაგდება და ამის დამადასტურებლად მან მერიაში დაბინძურებული პური მიიტანა. აღნიშნული შესახებ ბაღის მენეჯერმა მეცხრე არხთან კომენტარი არ გააკეთა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის თქმით, მომხდარის თაობაზე სურსათის ეროვნულ სააგენტოს ინფორმაციას მიაწვდიან და ფაქტზე შესაბამის რეაგირებას დაელოდებიან. ნანა ბერიძის განმარტებით ბაღებს პურით ინდმეწარმე ანდრანიკ მანუკიანი ამარაგებს, რომელსაც აღნიშნულზე პასუხი მოეთხოვება. ქალაქის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ინდმეწარმის დაჯარიმებას არ გამორიცხავს. ნანა ბერიძის თქმით, სააგენტოს სურსათის მომარაგებელი კომპანიების შესახებ ინფორმაცია აქამდეც გადაგზავნილი ჰქონდა. ობიექტების პირობების გამოკვლევა კი ადგილზე სააგენტოს თანამშრომლებმა უნდა მოახდინონ. აუცილებლად მოყვება სათანადო ზომები. ჩვენ ყოველთვის ვითხოვთ, რომ პროდუქტის ხარისხი პირადად ჩვენ გაფრთხილებული ყავთ სურსათის უნებლობა, რომ ყველას გადაცემულიც გვაქვს უკვე ჩვენ ვინ გვამარაგებს, რომ აუცილებლად უნდა შეამოწმონ იმათი ობიექტები.